თუნდა ბედი სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უცვითარ მტრედი. აი ეს ის სტროფია, რომელიც ძალიან ღრმად დაკავშირებს აღმოსავლეთთან ვეფხისტყაოსანს, იმიტომ რომ სწორედ დასავლეთში საერთოდ ძველ ბერძნულ კულტურაში და საერთოდ დასავლურ სამყაროში ბრძენი უბრალოდ მოაზროვნეა და მეტი არაფერი. ის გაგება არ არსებობს, რაც აქ არის ჩადებული. ამ სტროფის მიხედვით ბრძენი არის არ მხოლოდ მაღლად მხედი, ანუ უფრო განსხვავებულად ხედი, არამედ მაღალი. იმიტომ ანუ თვითონ არის ის მას არა მხოლოდ ცოდნა აქვს, არამედ თვითონ წარმოადგენს იმას, ანუ ის თვითონ შეცვლილია. არა მხოლოდ ცოდნა აქვს მიღებული, არამედ თვითონ არის. არცა ხინილ ხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი. ნუ, რა ვიცი, აღმოსავლური ლიტერატურაში მე არ მეგულება სერიოზული ძეგლი, რომელიც ზუსტად ასე არ განსაზღვროს სიბრძნეს და მაღალ ცნობიერებას. ანუ თავი აქ ის არის, რომ ადამიანი, რომელიც უფრო მაღალ ცნობიერებას აღწევს, მისთვის ამქვეყნიური წარმატება, წარუმატებლობა, ფული, უფულობა, პრესტიჟი, ეს ყველაფერი კარგავს აბსოლუტურად აზრს. და ამან რო აზრი დაკარგოს, ადამიანი უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანი ამ ყველაფრის დაკარგვას უბრალოდ ვერ გავიზრდებს. რა შეიძლება წარმატებულის წარუმატებელიც და ზემოქმედება არ ქონდეს ისეთი რომ გაგაგიჟოს არ რაღაც გიქნას, რას გიშლის იყავი წარმატებული. ო, ნუ აქ საუბარია იმაზე შინაგან მდგომარეობაზე. და ყველაფერი ამას აგვირგვინებს ის მე ვიტყოდი თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ უპირობო სიყვარული, რომელიც არის მთავარი იდეა ვეფხისტყაოსნის და რომელიც გამოიხატება ამ სტროფში. ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზეს სწორად მოეფინების, დიდთა და წყვილთა წყალობა შენასრულ მოგეწყინების. ეს არის ის სიყვარული, რომელიც არ გაარჩევს კარგს და ცუდს, სასიამოვნოს და უსიამოვნოს და ასეთი სიყვარული შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ერთიანობის, მთლიანობის აღქმა. და ეს ამ ერთიანობის აღქმა არის ზუსტად მთავარი ვეფხისტყაოსანში და გაცხადებული არაერთხელ. და სწორედ ეს აკავშირებს რუსთაველს აღმოსავლეთთან. და ეს არის ის, რაც მთავარია სხვადასხვა აღმოსავლურ მოძღვრებებში, რაც აერთიანებს ბევრ რელიგიას აღმოსავლეთში და რაც მთავარია ასევე ვეფხისტყაოსანში. როცა მე შემიძლია უსასრულოდ ისეთი ინტონაციით და ისე მშვიდად და ღრმად გადმოსცა ეს პოემა, რომ მე ვფიქრობ, რომ მე ვარ შემოსწავლე მადლობა უნდა უთხრათ ლევას ესეთი შთამაგონებელი დიალოგისათვის. დიალოგი იყო, მე ასეც გამოსვლას ვთვლი, რომ არის დიალოგი. იმის მიუხედავად, რომ არც ერთ ჩვენგანი არ ჩართულები ხანდახან რეპლიკას ვისროდი, ამის მიუხედავად ის რაც დღეს ლევანმა გაგვიცხადა და ეს იყო დიალოგი და ეს არ იყო მარტო მის ცნობიერებაში არ დატოვა, ანუ აგვიყვანა სადღაც ჩვენ ზემოთ და თქვა რომ აქ ავართ ყველა ერთად და მე რომ ლაპარაკობ არ აქ მნიშვნელობა, ჩემი ეგო დაკარგულია, ჩვენ ერთნი ვართ ყველა. დიდი მადლობა ლევან. ლექცია იყო თუნდაც ვეფხისტყაოსანზე იყო საუბარი და მე ვფიქრობ, რომ ვეფხისტყაოსნის გაცოცხლება დაიწყო ლევანმა, ნუ სხვებმაც აქვთ მცდელობები, მაგრამ ეს ჩემთვის არის სემესტრის ბოლოს ძალიან კარგი ნიშანი სტუდენტებისათვის, როგორ დაიწყო გაცოცხლება ვეფხისტყაოსანმა, როგორც ტექსტმა, რომ ის არ უნდა ჩავკეტოთ ქაჯეთის ციხეში, არ უნდა გამოვკეტოთ, არამედ უნდა იყოს დისკუსია და უნდა იყოს აი ესეთი წარდგენა, როგორც ახლა რომლის მოწმეც ახლა ჩვენ ვიყავით. და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ეხლა ცოტა მეტი დროც რო გქონდეს და დიალოგის ფორმატში ამისი გადატანა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩართვა ამ დიალოგში კიდევ უფრო საინტერესოს გახდეს დისკუსიას ვეფხისტყაოსანზე. მაგრამ ეხლა მთლად უდისკუსიოთ ვერ გაგიშვებ და ამიტომ მე დავსწრე საზოგადოებიდან ვთხოვთ სტუდენტებს, სტუმრებს, შეგიძლიათ
დავსვათ კითხვა ან გამოთქვათ აზრი, მე დიდ მადლობას ვეუბნები და ჩემთვის სიამოვნება იყო მისი მოსმენა და დიდ მადლობას ვეუბნები, რომ ეს სემესტრის პოეზიის კურსის შეხვედრები დაიხურა სწორედ დაფარული ვეფხისტყაოსნის გაცხადებით. დრო ბევრი გაქვთ ითიქრეთ. მადლობა. იმის გამო რომ შეიძლება რაღაცები ჯერ და დამაჯერებლად იმიტომ რომ დროის სიმცირის გამო ამ ციტატების და პარალელების მოყვა და ჭირს, მაგრამ თან წერა ბევრად უფრო მეხერხება ვიდრე ლაპარაკი ზოგადად. არა, შენ სულ ერთიბოდი. ჩვენი ლაპარაკი ეხერხება, კარგად ჩავხარა ტრანსში. გებრიელად გაფთიშა, ხოდა ახლა ეს თასი რა შეიძლება რა ვიცი, თუ რამე პროგრამ შეიძლება პასუხი. ხო, კითხვები გამოცოცხლე. აბა გოგისმა და ამბობდი ხო, აბა და ვენახე ხალხს რა გინდა რომ ანუ შენთვის თუ გინდა ლაპარაკი დაგეფიქრებდი ასეზე ხო, ამერიკაში გისმენთ და ძალიან მიყვარს ყავსანი და მე ძალიან რაღაც ის დოგმებში და იმეებში რაღაცა წამიკითხე და ყოველთვის რაღაც ისეთი ნომერი სოკოლა და გამოგვაწვდა და ხო გისმენთ პოლიტიკოს დაახლოვე რომ ისწრებს ვეფხისტყაოსნის გამოცოცხლებასო ერთი დასკვნა გამომახვა ვეფხისტყაოსნის გამოცოცხლებასთან ერთად იწყება ჩვენი გამოცოცხლება ადამიანის ახლება და ხო ანუ ამის გამო რომ ეს არის რაღაც დოგმა რომელსაც მასწავლებლებები 12 წელია რაღაც შტამპები ნებტენდნენ და მეც ვიყავ ის ერთ-ერთი რომელიც მიზიზღებოდა ვეფხისტყაოსანი მაგრამ ნუ ეხლა უკვე რაღაცას ბოლო 2 წელია ცოტა სხვანაირად შევხედე ყველაფერს და აქ თქვენ სხვანაირი გამიხდა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამაზე კარგი დოკუმენტი არ არსებობს, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ერთი ორი სიტყვა მინდა ვთქვა, იმიტომ რომ რუსთაველი არის უზარმაზარი იუმორის ადამიანი ჩემ აღქმაში. ეს არის აი შემიძლია ისეთი სიტყვები ვიხმარო, როგორც არის თქვათ ხულიგანი, მაიმუნი, მატრაბაზი. ეს არის ადამიანი, რომელიც სულ ხუმრობს და ეს იუმორი არის ჩაქსოვილი მთელ პოემაში. მაგას ცალკე ლექცია მიუძღვენ და მოგიწევთ. და საერთოდ ცალკე კურსი დაფარული ვეფხისტყაოსანი ილია. უკაცრავად დაფარული ვეფხისტყაოსანი თუ უკვე გაუძლებთ ქართულის მასწავლებლებს ჩავუტაროთ პირველად. მაგან მოკლავენ. მე მივხვდა რომ არ ყავდა ესეთი ქართულის მასწავლებელი არ ვიდა ესეთი. ჩვეულებრივ ჭარბში არა ჩვეულებრივ ის აი ისე ვიმითი მინდა დავამთავრო ის წარმოდგენა რომ ხო შეიძლება ის წარმოდგენა რომელიც ჩვენ გვაქვს რომ რუსთაველი არის დიდი დიადი გენიალური იგი გამიუცნობელი ეს არის ისეთი აბსურდი პირადად ჩემთვის იმიტომ რომ ეს არის ისეთი ცოცხალი ადამიანი რომ მე მაგალითად მას აღვიქონ როგორც ძმაკაც აი ვიცი რომ ეხლა ყოფილიყო ვექნებოდა ძმაკაც ხო და დავულებდი თან არის იზამი კი ბატონო ისმენთ მოგძან წავიდეთ საერთოდ საერთოდ ბატონო ლეონის მეგობარი რა მაინტერესება ძალიან საინტერესო დახატა ლეონმა თელეს დაფარული ვეფხისტყაოსანი და მე გამიშთა უბრალოდ კითხვა ანუ თვითონ ლეონის ლექციიდან გამომდინარე ესე ჩანს რომ რუსთაველმა პრაქტიკულად ახალი რელიგია იქნება რა დაფარულად ხო ხო და ყველაფერს რელიგიას და სექტას რო არ რა საჭირო იყო იმ დროს ამ ახალი რელიგიის ხარდაგება დაფარულად თუ არსებობდა ესეთი საჭიროება და მოწყობილება იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში მადლობა მე პირადად მე თუ გითხრობ მე მგონია რომ რუსთაველი კი არ ფიქრობდა რელიგიის შექმნაზე ის ფიქრობდა იმ ხედვის გადმოცემაზე რომელიც ჰქონდა და ეს თავისთავად რელიგია ანუ რუსთაველის დროს რელიგიის საჭიროება რამდენად იყო ეს არ ვიცი მაგრამ რუსთაველი რომ
ქმნის თავის სამყაროს და არ შეუძლია ეს სამყარო არ შექმნას, ეს ფაქტია. ხო, და ნუ ადამიანები აფრთხებენ რელიგიას, და ასე ჩვენ რაღაცის მოცემულობას ვანიჭებთ მნიშვნელობას და მე ვაქცევთ რელიგიად მიმდინარეობს. საქმე ის არის, რუსთაველი რომ დაბადებულიყო, თქვათ სამე აღმოსავლეთში ძალიან ძველ დროში, დღეს რუსთაველის ვეფხისტყაოსნის სახით რაღაც ახალი რელიგია გვექნებოდა, ახალი კი არა, ძველი რელიგია. ანუ მეილის თქმა მინდა რომ ვეფხისტყაოსანი არის ინდოეთის ნაწარმოები, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი რელიგია. მეტი არაფერი, მაგრამ ბიბლიის პროფესორი. ხო, ხო, ჩვენ კაი. სტუდენტებო. მე მინდა. აქეთ შეკითხვა აქვს. აქედან ხო შეიძლება. ის საერთოდ ფიჭერში. ანუ მე მინდა დამეთქვა რომ ანუ ქვეტექსტების შესნობის უფრო კიდე დაბალ ლეველებზე. ანუ როგორც მატერიის მოსპობა, ხო, ტარიელი ხო სპობს ყოველ ნაბიჯს რაღაც თქვათ ნებათა იმას რა ქვია, როგორც ვეფხს, როგორც რაღაც მიწიეს, როგორც ნების სიმბოლოს ხო სპობს, კლავს, მაინც მოუსვენრობად მიმაჩნია ტარიელს, იმიტომ რატოღა ეძებს. ხო, ნესტანდარტი თუ მიწიერი ყველა ნება მოკლა და მას პლატონურად უყვარს, რატოღა ეძებს? და აქ შეიძლება გაგვიჩნდეს სხვა შეკითხვაც. ანუ ჩემი აზრით რა ეხა მომივიდა ეს ცოტა უცნაური ალბათ. ჩემი აზრით მოსაკლავად მიდის ეს. უბრალოდ რომ ბოლომდე მოკლა. ჩემი აზრით მეორე ვეფხვი ნესტანდარტიანია მისთვის. და სწორედ მაგიტომ მიდის გული რომ იმდენად უყვარს რომ ვერ შეძლო მისი მოკლა. და სწორედ ამიტომ მიდის გული. ეს მოსაზრებაა. ამის შემდეგ ანუ შეკითხვა სხვა მაქვს. ამის შემდეგ ანუ ჰეპი ენდი აქვს ესე რომ თქვა. ვეფხის ხალხს როგორ დასასრულებს. აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ერთი ის რომ როგორც კი რუსთაველს ყველაზე დიდი კავშირი აქ ვერ გავითარე ეს თემა, მაგრამ ყველაზე დიდი კავშირი აქვს სუფიზმთან, რომელიც ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან და სუფიებთან არის ეგეთი მომენტი, რომ უმაღლეს მდგომარეობად ის კი არ ითვლება, რომ შეუერთდე ღმერთს. არამედ ის, რომ აღარ გინდოდეს მასთან შეერთება, რადგან მის არსებობას გრძნობდე ყველაფერში და საკუთარ თავში. ამ და ტარიელს თუ აკვირდებით ნესტანთან გაერთიანების შემდეგ ის ამ ქვეყნიურ ცხოვრებას უბრუნდება. ის აგრძელებს ცხოვრებას, ანუ მიზანი არ არის ამ ცხოვრებიდან წასვლა, მიზანი არის ღვთაებრივი ცნობიერების მოპოვება და ამ ცნობიერების გამოსავალ. ნებებს ხო უბრუნდება რაღაც დონეზე, მაინც ამ მიწიერ ნებებს ხო უბრუნდება მე მაინც. რა, მაგრამ სხვა დაირა. მიწიერი ნებები სანამ ცხოვრობს აქვს რა. სხვა გამოკითხულება სხვა. აბა კაი, ზოგი ფიქრე, ზოგი ფიქრე. ვესო რა მეკითხარი რა? მოდი. ხო. ძლიერს დაგინახე, მოდი ახლა მომენათა. ხო. კითხვა არა ის ლაპარაკი. ევანი ვინ არის რა ეძებს ხოლმე. ის მაშინზე. წერალი მესახვედელიძე. ძალადობასა. მე ვარ მოძალადე ვაღიარებ, მაგრამ წმინდა ჩემი ძალადობა. მე როგორ ვიძალადო ეს აში? კაი. ნუ თუ სპაუსის გარდა მეორე კარგად იცნობს შუშანიკის შეიძლება კიდევ რომელიმე ქართული ნაწარმოები ესე განვიხილოთ. აი ორგანიზმის. იცი რა, მე როგორც ვიცი, ასართობი ნადირობასა მე ვიცი რომ ვიღაცები იკვლევენ, ზუსტად არ ვიცი, არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ იკვლევენ ვაჟას შემოქმედებას, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ჯერ ლიტერატურა არ შემოქმედია. ნუ აი ვეფხისტყაოსანი. ირაკლის ქვედა პლოტაია სადღაც. წავიდეთ და მეგობრებო მოგზავნით და შეგიძლიათ გამოვყოთ ხარში რაღაც მოგზავნით ის აქამდე მოსულ ხარში. ხო, მაშინ ისეთი რომ ყველამ გაიგო. აი კაცმოყრე და ისოჩის დავსარგებლო ფერაცის საერთო პროფესიონალური ინჟინერი თუ ეფისტოლოსაი ასაკი იქნება
ჩემი პასუხი ხელა იქნებოდა რომ აქ დრო არ გვეყოფა ნამდვილად. არა, აი გეტყვით ძალიან მოკლედ. ჩემი აზრით, ვეფხისტყაოსანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, კი არა ზოგადად კაცობრიობისთვის, ვიდრე ჩემი პირადი აზრით, ვიდრე სახარება. იმიტომ რომ აქ რა თქმა უნდა სახარება ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, მაგრამ ვეფხისტყაოსანში მე ვიწყვილ ახლა ქართველებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჯერ ერთი ის რომ აქ მართლა ისეთი სიძვეებია და ისეთი ხედვები რომლებიც ბევრად უფრო ღრმა არის ჩემი აზრით და მეორე ის რომ როგორც თქვა ვეფხისტყაოსანი დასაწყისში თქვი რომ ყველა პირადად ავიქვამთ პირობულად ავიქვამთ ვეფხისტყაოსანს იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი არის ის ნაწარმოები რომელშიც სრულყოფილად გამოიხატა მთელი ქართული გენის შესაძლებლობები ყველამ კარგად ვიცით რომ ვეფხისტყაოსანის ნაირი ნაწარმოები ვეღარ დაიწერება იმიტომ რომ აქ ერთი რამე გავიხსენოთ ის რომ ვეფხისტყაოსანს ზეპირად სწავლობდნენ თითქმის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა რამოდენიმე ახლაც არიან ადამიანები, მაგრამ ადრე ეს ძალიან მასობრივი მოვლენა იყო. ხო. ძალიან კარგი. და მასობრივი მოვლენა იყო და ამას მე მგონი თავისი მიზეზი ჰქონდა, იმიტომ რომ ადამიანი არ არის იმდენად იდეალისტი ზოგადად რომ ესეთი რაღაცები აკეთოს. ყოველთვის რაღაც პრაქტიკული მიზეზი აქვს ხოლმე და როდესაც მოსახლეობა იზეპირებს რაღაც წიგნს ზეპირად, ან უნდა არსებობდეს ამის ძალიან დიდი ტრადიცია, რაც საქართველოში არ არსებობდა, ან რაღაც მიზეზი უნდა იყოს. მიზეზი ჩემი აზრით ის არის რომ იმ ეპოქაში რუსთავ ვეფხისტყაოსანს უბრალოდ ისიმანი არ როგორ არის ქართულად ანუ იღებდნენ მოსახლეობას ართმევდნენ და ანადგურებდნენ და ეს იყო რაღაც განწირული მცდელობა ქართველი ხალხის რომ აი ეს გადაერჩინათ რადგან გრძნობდნენ რომ ეს იყო უფრო მნიშვნელოვანი ეს იყო უფრო დიდი რაღაც იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანში ისეთი ენერგეტიკული მუხტია ჩადებული რომლის შექმნაც ადამიანს არ შეუძლია ეს მოდის აუცილებლად რაღაც სხვა წყაროებიდან, იმიტომ რომ ადამიანს თავისი შესაძლებლობებით, თავისი ნებასურვილით ამის შექმნა ხელოვნურად არ შეუძლია, ვერავის ვერ დააძალებ ისწავლოს ზეპირად 1500 სტროფი. და როდესაც მოსახლეობის ნახევარი ამას აკეთებს, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს და სხვათა შორის ზეპირად სწავლის ამხელა პოემების ზეპირად სწავლის ტრადიცია არსებობდა ისევ აღმოსავლეთში, ისევ წმინდა წიგნებთან დაკავშირებით იგივე ხაგავად გიტას სწავლობდნენ ზეპირად იმ მიზნით რომ მოწაფეს მასწავლებელს მოწაფისთვის გადაეცა ის ცოცხალი ცოდნა რომელიც ითვლებოდა რომ ხაგავად გიტაში არის მაგრამ წაკითხვისას ისე ვერ გადმოიცემა როგორც ცოცხალი გადაცემისას. ანუ იქ იყო მიზეზი ის რომ უნდათ უბრალოდ გადაეცათ მომავალი თაობისთვის ცოცხალი ჩოდნა ხაგავად გიტას შესახებ და ვეფხისტყაოსნის შემთხვევაში ეს უნიკალური შემთხვევაა, იმიტომ რომ ეს არის საერო ნაწარმოები. და საერო ნაწარმოების ზეპირად სწავლის ტრადიცია არსად არ არსებობს უბრალოდ. ეს იყო რაღაც ცდელობა. მე უბრალოდ ვთვლი რომ ვეფხისტყაოსნის წინააღმდეგ ძალიან დიდი ბრძოლა იყო. იმიტომ რომ პირველი ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გვაქვს მხოლოდ მე-16 საუკუნის. და როდესაც მე-16 საუკუნიდან ვადევნებთ თვალს ისტორიას, ეს არის დევნის ისტორია დაწვის ტყვარში ჩაყრის რა ვიცი, პირველი წიგნი ვახტანგ მეფემ მეექვსემ დაბეჭდა. ეკლესიამ ძალიან სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა, იმიტომ რომ რატო სახარება არ დაბეჭდებო. ეძახდნენ საბოზო წიგნს, ეძახდნენ ქართველებს გარყვნილება ასწავლა, ქრისტიანობა გარყნა და ასე შემდეგ და ეს რასაც ხედავთ ისტორიას. ეკლესია იერარქია გონიერი არის
არა ამოდაშვა ჯერ ხასოს მიერებს აჰა მე არ ვარ ეს აპრიორი კარგია ექსპრესია ხასაკურებია აკრისოვეთ ესერში მოკვეთ ადამიანს მაგრამ მე ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე აი ეს სიმბოლოები ფერისაუბრეთ სიმბოლოები ასევე და ქრისტიანობის შეხედულობას აბსოლუტურად მორგებულია. მე ალბათ მეცი რა გქონდა გაეცადა სხვა პარალელებს მაგალითად კრიზისის საფრთხეები და ჟებშაევასაც მიგო ოპერაციაში ხო? აი ამ კონსენსუსს ალბათ თქვენ ლანდაგიზი არის აი ამ შეხედულებას. ქრისტიანულ პოზიციიდან გამომდინარე. კი იმუშა გამოიყენეთ თუ არა დიდი მადლობა ჩემთვის უბრალოდ ძალიან მოკლედ და გულახდილად რო ვთქვა ჩემთვის მიუღებელია ის აზრი რომ რუსთაველს რაიმე კავშირი ჰქონდა ქრისტიანობასთან და ავსნი რატომ იმიტომ რომ მის დროს და მინდა რომ ცოტა ამოწურავთ უპასუხოთ ესეთი საკითხია მის დროს არსებობდა კანონიკა კანონიკის მიხედვით იყო სავალდებულო წესები რომელსაც უნდა დამორჩილებოდა ნებისმიერი ავტორი უნდა ეხსენებინა წმინდანები მოციქულები ღვთისმშობელი და ასე შემდეგ იმდენი რამე უნდა ეხსენებინა რომ ეს ამას ვერ გაექცეოდა ვერც ერთი ავტორი თან არ დაგვავიწყდეს რომ ვეფხისტყაოსანი სამეფო კარის მიერ არის შეკვეთილი და სამეფო კარის მიერ პოემის დაკვეთა მაშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ რამეზე მნიშვნელოვანი რაც ახლა შეიძლება გაკეთდეს. ახლა მთვარეზე გაფრენა უფრო არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რამდენადაც მაშინ იყო პოემის დაწერა. იმიტომ რომ ნაწარმოებები იმდენად მცირე იყო და იმდენად ძნელად იწერებოდა განათლება ზოგადად იმდენად ხელმიუწვდომელი იყო, რომ ნებისმიერ ნაწარმოებს შეეძლო ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა მოეხდინა მოსახლეობის მასების ცნობიერებაზე, ვიდრე ახლა შეუძლია. ნებისმიერ ნაწარმოებს მაშინ ჰქონდა იდეოლოგიური მნიშვნელობა. და როდესაც სამეფო კარზე კარი უკვეთავს ნაწარმოებს და რომელსაც ამხელა გავლენა აქვს ქვეყანაზე და უცებ ხედავთ ესეთ ფაქტს, რომ არც ერთ ქართულ წყაროში არ მოიხსენებია შოთა რუსთაველი ხსენებაც კი არ არის საერთოდ სიტყვა შოთა არავინ არ იცის სინამდვილეში შოთა ერქვა თუ არა რუსთაველს არა ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ ეს არსებობს ანუ საერთო მოსახსენებლები სადაც ეკლესია ოფიციალურად იხსენებს შუა საუკუნეების ტექსტი არსებობს ასე კი ბატონო სადაც დღე იყო დანიშნული მისი მოსახსენებელი აჰა კი ბატონო გარი როცა ნათელი იყო კი ბატონო აი თუ ასე მე ლაპარაკობ ისტორიულ წყაროებზე სადაც შეიძლება თამარის პირის პარეში ან მისი მინისტრი ვნახოთ და ვერ პოულობ შოთა რუსთაველს და ერთი ხელნაწერიც კი არა ანუ ვიცით მარტო რუსთაველი და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ პოემაში წერია ესე იგი ამ სახელის მე ესე ხედავ რომ ამ სახელის საერთოდ გაფრობა სურდა ვიღაცას და ალბათ იმას ვისაც ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა რომ შოთა რუსთაველი იმ დონის ადამიანია რომლისთვისაც რომელიც არაფერს არ ელოდება იგო შოთა რუსთაველს რომ დომოდა რაიმე ქრისტიანობის ხსენება თავის ნაწარმოებში ის აუცილებლად ახსენებდა და რომ დომოდა ქრისტიანობასთან ბრძოლა აუცილებლად ისეთ რამეს დაწერდა რომ ამ ბრძოლას გამოხატავდა მაგრამ ის არც ერთს გვაჩვენებს არც მეორეს ეს ყველაფერი იმისთვის ის ხნის თავის სამყაროს და ზუსტად ჩემი აზრით ზუსტად იმიტომ
სურდათ ვეფხისტყაოსნის წაშლა და რუსთაველის სახელის წაშლა, რომ ეს სამყარო გაცილებით უფრო ღრმა არის, გაცილებით უფრო დიდია და გაცილებით უფრო დიდ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. მაგრამ თუ არ წაიკითხე, არ ისე წაიკითხე, როგორც დღეს ქართლის მასწავლებლები კითხულობენ, ეს შეიძლება ერთი კოლეგა მყავდა, რომელიც ვეფხისტყაოსნით მკურნალობდა. მაღალწნევაზე დაღარიშარი თავის ტკივილზე მართლა და 10 წუთი კითხულობდა და აბსოლუტურად ამ რიტმით მკურნალობდა. მე არ ვიცი ეს. არც მე არ ვიყავს. აი ერთ ფაქტს გეტყვით, რამაიანასთან გავავით პარალელი და მახატმა განდის ბებია თუ ბაბუა, ბოდიში ახალმოსოს ბაბუა განიკურნა იმით, რომ ყოველ საღამოს უკითხავდნენ, განიკურნა სიმსივნისგან. ხოლო იმით, რომ ყოველ საღამოს უკითხავდნენ რამაიანას და ესეთი რანგის, ესეთი დონის პოემებს აქვს ზუსტად რაღაც ღვთაებრივი ძალა, იმიტომ რომ 1500 სტროფის დაზეპირება ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, თუ ის იმხელა სიამოვნებას, რაღაც ისეთ მდგომარეობას არ იღებს, რომლისთვისაც ეს უღირს. და ამიტომ სამკურნალო თვისებებიც ქონია. ეს უყარ იყო დაკვეთა იმდროინდელი სამეფოს მხრიდან, რომ შეეცვალათ ქრისტიანული იდეოლოგია. მე არ მგონია ეს, იმიტომ რომ არ ჩანს ეს არსაიდან, მე ვერ ხედავ უბრალოდ. აი ისმის ანუ იმ დროს სხვა რელიგია ხო, ანუ იყო ქრისტიანობა ხო მაშინ, ხო? მაგრამ ანუ დაკვეთა რახან იყო სამეფო კარის მხრიდან ეს შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ ამის საბუთი არ გვაქვს არანაირი. ნუ პირიქით ამბობს, რომ საქმე უკვე საჭოჭმანები და რა ინტერესი ჰქონდათ მაშინ რომ დაუკვეთეს მაგას? რა ინტერესი ჰქონდათ რომ დაუკვეთეს მაგათ ვეფხისტყაოსანი? ზუსტად იმაშია საქმე, რომ მას სხვა ნაწარმოები დაუკვეთეს და სხვა ნაწარმოები მიიღეს. მაგრამ ეს დაკვეთა მაინც მუშაობს, რა პრემიები, კონკურსები შეგვიძლია კარგია. ძალიან მინდა ერთი რაღაც თქვა, ჩემი აზრით, რუსთაველი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი შემოქმედი საერთოდ ისტორიაში. იმიტომ რომ მისი გონების ადამიანს შეუძლებელია არ ცოდნოდა რა შედეგები შეიძლება მოეტანა მის ამ თავხედობას, ამ პოემის შექმნას. და ჩემი აზრით ეს არის პირდაპირ მიკი ბოგიბის გარეშე ვთქვა, სიკვდილზე წასული ადამიანი და სხვათა შორის, არავინ არ უყვირდება ამ სტროფს. ვახსოვფელო რაში გახარ, რას გვაბრუნებ, რაზნექ ჭირსა, ყოვლი შენზე მონდობილი, ნიადაგსა, ჩემებრ ტირსა. სადაუსა საწაიყვან, სადაუხრი, სადი ძირსა და ამას წერს ადამიანი, რომელიც სულ ვაჟკაცობაზე ლაპარაკობს და ვაჟკაცობას აღწერს. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა და ეს რა უარეა მამაცას ომში განს ისა როგორც არის და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ბუნებით გაუტეხელი ვაჟკაცი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვტირი ვარ, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანაში არა ვარ, ეს პირდაპირ წერია. ანუ ის და სხვათა შორის ხალხური გადმოცემების მიხედვით რუსთაველი იყო გაგდებული თავის ცხოვრებაში ქვეყნად. დიდი მადლობა. ცოდვა მე ვარ, მაგრამ გისმენთ ამ დავვალე ძალიან. და თვითონ დაკარგა დროის შეგვიძლია ესე როგორც არა, მე ვჩუნდები. მარტო ქრისტიანობა რაღაცა პროტესტი შეიძლება იყო, მაგრამ ეს ლიბერალური ხალხი თამაში მოგმარდება და იქ დაბოლოება ესეცია, მაგრამ ერთი არ გასწრებს კაცსა შეგანაცის. უბრალოდ შეიძლება პროტესტის ისი რომ ეს რელიგია ბიზანტიიდან შემოვიდა. იქედა იქაური ეროვნული რაღაცები წამოიწყო. ანუ ქრისტიანობის პროტესტი კი არ ქონდა მას. უფრო აღმოსავლეთის ხებებს იზიარებდა და ევროპულისასაც კი, მაგრამ თუნდა საერთო გაეკეთებინა. ნახოთ ეს შექმნა. ამას ახლა თქვენ წინა რელიგია დავარ. მე არ მითხოვს, რომ რუსთაველს ჰქონდა პროტესტი ქრისტიანობის მიერ. მე მგონი ქრისტიანობას ჰქონდა პროტესტი. არა ქრისტიანებს, არა ქრისტიანებს. ხო, შეიძლება. ხო, მადლობთ და გოგონა, მადლობთ რომ ასეთი გამოთქვით. ყველაფერზე ალბათ დიალოგი ვერ იქნება, მაგრამ სტუდენტებს დავუთმოთ. ჩვენ რუსთაველი იყო ყველაზე დიდი ადამიანი, თვითონ იყო ძელის პროცესში, თვითონ